ისტორიული მნიშვნელობის მონუმენტური მოვლენები ჩვენს თვალწინ ვითარდება. მსოფლიო წესრიგი პირდაპირ იცვლება და ამავე დროს წარმოუდგენელი დონის სისულელე ხდება. გასაოცარია, რამდენად სულელები შეიძლება იყვნენ ადამიანები. არ ვიცი რას გძნობთ, როცა ამას ხედავთ. მე აღფრთოვანებას, პატივისცემას და მადლიერებას ვგრძნობ. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროს, როცა საკუთარი თვალით ხედავთ მოვლენებს, რომლებიც ცვლიან მსოფლიოს და თავიდან აწყობენ პროცესებს. აშორებენ ლოპობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის საერთაშორისო პოლიტიკის ბირთვში ჩამოყალიბდა და გვიძღვებიან ახალ ეპოქაში. და ამის მიღების ნაცვლად, როცა ყველა ჩვენგანი უნდა ვცდილობდეთ ამ ახალი ჰორიზონტის ნაწილი გავხდეთ, ხვალს ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, ავადმყოფები და გარყვნილები. ისინი, ვინც ადიდებენ ამ მკვლელ რასის ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ ამ უბედურ დევნისა და ტოტალიტარიზმის დროშას, სკანდირებენ მკვლელურ ლოზუნგებს, სახეებს იფარავენ რელიგიური დომინირების სიმბოლოებით რით, რომელთა მნიშვნელობაც თავადაც არ ესმით. და მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზეა გადატანილი, ისინი ამპარტამნულად დადიან სოლიდარობის კამპანიებში, აღმერთებენ და ეთაყვანებიან ტირანებსა და რეჟიმებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს თრგუნავენ და მათ თავისუფლებისა თუ სამართლიანობის სიმბოლოდ წარმოაჩენენ. ამავე დროს კი აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელიც ინდივიდუალური თავისუფლების პრინციპზეა აგებული. ირონია იმაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები, ისინი, ვინც წარმოსახვით ტირანებს ებრძვიან, ამას იმ საზოგადოებებში აკეთებენ, სადაც თავისუფლად საუბრის, პროტესტის და ცხოვრების უფლება აქვთ. ადამიანები, რომლებიც ჩე გევარას, კომუნისტებს, ჰამას, ჰეზბოლას და აიათოლებს დაუპირისპირდნენ, მასობრივად მოკლეს. და დემონსტრანტები ამას იმ ქვეყნებში აკეთებენ, სადაც ადამიანებმა, რომლებიც ნამდვილი დევნისგან გაიქცნენ, ახალი ცხოვრება დაიწყეს. ადამიანები, რომლებიც ავტორიტარიზმის ქვეშ არასდროს უცხოვრიათ, იცავენ იდეოლოგიებს, რომლებიც მათ მაშინვე გააჩუმებდნენ. არაფერია უფრო საშიში, ვიდრე თვალთმაქცური, უმეცარი სულელები, რომლებსაც ასე მარტივად მართავს ბოროტება, რომელიც სიმართლედაა გადაცმული. ამ წელს, როცა შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250 წელს აღნიშნავს, ღირს ერთი წუთით შეჩერება და დაფიქრება იმაზე, რისი ხმამაღლა თქმა უცებ საკამათო გახდა. რომ შეერთებული შტატები არის უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში. რომ შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი, რაც კი კაცობრიობას ოდესმე მიუღია. და ნუ დაიწყეთ ცუწუნს იმის შესახებ, რა გააკეთა წარსულში, ან რა ნაკლოვანებები აქვს ამ ქვეყანას. არც ერთი ერი არ არის უნაკლო, ისევე როგორც არც ერთი ადამიანი. მით უმეტეს, არც ერთი ისტორიულად დიდი ლიდერი არ არის ნაკლის გარეშე. მოსე, აბრაამი, მეფე დავითი, მეფე სოლომონი, ვაშინგტონი, ლინკოლნი, მარტინ ლუთერ კინგი, არც ერთი მათგანი არ იყო სრულყოფილი. მნიშვნელოვანია მათი უნარი, რომ თავიანთ ნაკლოვანებებზე მაღლად დადგნენ და საკუთარი მოწოდება და მისია შეასრულა. შეერთებული შტატებისთვის ეს ნიშნავს იმ იდეების დაცვას, რომლებიც მან მსოფლიოს გააცნო. იდეები, რომლებიც ძალიან კონკრეტულ მორალურ ტრადიციაშია დაფესვიანებული, იუდეურ-ქრისტიანულ რწმენაში, რომ ყოველი ადამიანი თანდაყოლილი ღირსებით არის შექმნილი. რომ უფლებებს მართველები არ ანიჭებენ, არამედ ისინი უფრო მაღალი ავტორიტეტისგან მოდის. ზუსტად ისე, როგორც დამფუძნებლებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში უბრალოდ არაფერი გააზოგადეს, ისინი ინდივიდზე გაამახვილეს ყურადღება, როცა დაწერეს, ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი და თავისი შემოქმედისგან მინიჭებული აქვს გარკვეული განუყოფელი უფლებები. ეს იყო ნამდვილი რევოლუციური განცხადება. ეს ნიშნავდა, რომ უფლებები არ მოდის მეფეებისგან, მთავრობებისგან, პარლამენტებისგან ან მოძრაობებისგან. ისინი მოდიან შემოქმედისგან და რაც მთავარია, ადამიანურ ძალას არ შეუძლია მათი წართმევა. ეს იდეები მთლიანად დასავლური სამყაროს პოლიტიკური წარმოსახვის გარდაქმნას იწვევს. მათ შექმნეს საზოგადოების ახალი მოდელი, სადაც ხალხი და ინდივიდი წმინდაა, სადაც ძალაუფლება უნდა შეიზღუდოს და სადაც თავისუფლება პრივილეგია კი არა, არამედ დაბადებიდან მინიჭებული უფლება. და ამის აღნიშვნის ნაცვლად, განებიურებული გავშვები, ბავშვები კალბ სიმამაცესა და უშიშრობას იჩენენ. ყველა ეს ადამიანი, ვინც წარმოსახვით მეფეებს უჩივის, გულაგებში, გადაღზრდის ბანაკებში იქნებოდა, ან საერთოდ გაქრებოდა დედამიწის პირიდან, რომ მართლაც არადემოკრატიულ ქვეყანაში ეცხოვრათ. არა, ამის ნაცვლად, თქვენ, პატარა სუსტი ბავშვებო, ქუჩებში დადიხართ და თქვენს მახინჯ, სხვირში რგოლგათრილ, ლუჩთმიან სახეებს იფარავთ, აფრიალებთ თქვენს სულელურ პლაკატატებს და გიჟური აზროვნების დროშებს. სასაცილო ისაა, რომ ეს დღეს ჩაწერამდე ცოტა ხნით ადრე ვნახე დეივიდ ჯეი ჰარის ჯუნიორის მიერ გამოქვეყნებული. იქ წერია, შეგიძლიათ წაიკითხოთ. დასავლელი ქალები რევოლუციონერებად გადაცმულები. ზუსტად ასახავს რეალელობას. იმის ნაცვლად, რომ საცხოვრებლად წახვიდეთ ისეთ ნაგავსაყრელ ქვეყნებში, როგორიცაა კუბა ან ვენესუელა,
თქვენ მიდიხართ თქვენს კაფეებში და ჭამთ ძვირადღირებულ რესტორნებში, სადაც მუშაობენ შრომის მოყარე ადამიანები, რომლებიც სწორედ იმ ორმოებიდან გამოიქცნენ, რომლებსაც თქვენ ბაძავთ. სინამდვილეში შეერთებული შტატების გარეშე ევროპა იქნებოდა გერმანული, ან უარესი, რუსული და კომუნისტური. ფაქტია, რომ შეერთებული შტატების გარეშე თანამედროვე მსოფლიოს რუკა სრულიად სხვანაირი იქნებოდა. აზია დარჩებოდა იაპონიის იმპერიული მილიტარისტული დომინაციის ქვეშ, ან ჩინეთის კომუნისტური მმართველობის ქვეშ, როგორც ჩრდილოეთ კორეა. მთელი მოსახლეობა იცხოვრებდა სისტემებში, რომლებიც ანადგურებდნენ ინდივიდუალობას, წარმოშობას და მთლიან კულტურებს. შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ საკუთარი თავი არ დაიცვა. მან დაიცვა თავისუფალი საზოგადოებების არსებობის შესაძლებლობა ყველგან. ჩვენ ისრაელში ამას ვაფასებთ. ჩვენთვის ისრაელში ეს თეორიული არ არის. ჩვენ ვიცით, რას გაუკეთა ისლამმა ამ რეგიონის ხალხებს. ჩვენ ვიცით, როგორ ეპრობიან ისინი დაუცველ უმცირესობებს. იმ განსხვავებით, რასაც თქვენში პროპაგანდით ავსებენ, ისრაელის მოქალაქეების უმეტესობა იმ ოჯახების შთამომავლებია, რომლებიც ისლამური მმართველობის ქვეშ მოქცეული ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან გამოიქცნენ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ყვალდეს მოკავშირე, რომლის ღირებულებები ჩვენსას ემთხვევა. ჩვენ გვირჩევნია პარტნიორობა იმ ქვეყანასთან, რომელიც ინდივიდის ღირსებაზეა დაფუძნებული და არა ლიდერის უზენაესობაზე. აი რატო? მაშინაც კი, როცა მსოფლიო დაბნეული, დანაწევრებული და მორალურად გადაბრუნებულია, შეერთებული შტატები რჩება საყრდენად. არა იმიტომ, რომ ის სრულყოფილია, არამედ იმიტომ, რომ ის ეფუძნება პრინციპებს, რომლებმაც უფრო მეტი ადამიანი გაათავისუფლეს ჩაგვისგან, ვიდრე ნებისმიერ სხვა იდეოლოგიას კაცობრიობის ისტორიაში. და უბრალოდ შეხედეთ, რა არის ალტერნატივა სხვა დასალურ, ასე წოდებულ ლიბერალურ ქვეყნებში. ქვეყნები, რომლებიც სავსეა პოსტცივი ომის ეპოქის დეფეტისტური პოლიტიკით. რადგან ეს ქვეყნები, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, ავსტრია და ფინეთი, ყველა ეს ქვეყანა, რომლებიც ასე ზრუნავენ ადამიანის უფლებებზე, ამ კვირაში გაეროში მიეროში მისცეს ხმა ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რომ გაეროს ქალთა უფლებების, ადამიანის უფლებებისა და ტერორიზმის პრევენციის კომიტეტი უხელმძღვანელოს. ხუმრობას არ ვაპირებ, ტერორიზმის პრევენცია. სიმართლე რომ თქვა, მათ ჩვენგან ისწავლეს, როგორ უნდა აიცილონ ტერორიზმი ბოლო 2 წელიწადნახევის განმავლობაში. მაგრამ ამ ქვეყნებმა ასევე აირჩიეს ჩინეთი, კუბა, ნიკარაგუა, სუდანი და საუდის არაბეთი გაეროს იმ კომიტეტში, რომელიც გაეროში ადამიანის უფლებების ჯგუფების საქმიანობას აკვირდება. განა ეს არ არის შესანიშნავი. წლების განმავლობაში ირანის ჩადიოდა სისასტიკეს, ახორციელებდა ტერორისტულ თავდასხმებს დასავლეთის წინააღმდეგ, აფინანსებდა ტერორისტებს დასავლეთში. ევროპელებმა ეს ქცევა ნორმად აქციეს, მათ ეს მიიღეს. ადამიანის უფლებების ჯგუფებს ამის წინააღმდეგ ხმა არასდროს აუწევიათ. ისინი ყოველთვის ადვილ სამიზნეებს აკრიტიკებენ. დასავლური დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა, ტერორისტებს ყოველთვის ამართლებენ. ლიბანი ირანის პროქსი ტერორისტულმა მოძრაობამ დაიკავა. საფრანგეთს ისინი არასდროს დაუყენებია ეჭქვეშ, ან სანქციები არ დაუწესებია. მაგრამ ისრაელი იღებს კანონს ტერორისტების დასასჯელად სიკვდილით და მაშინვე ხმამაღლა აკრიტიკებენ. გაერომ აღნიშნა ირანის რევოლუციის 47 წლის თავი. მაგრამ ის მუდმივად გამოხატავს შეშფოთებას ისრაელის მიმართ. შეგვიძლია შევახსენოთ მათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ადგილი, საიდანაც არაბები მასობრივად არ მიგრირებენ, ისრაელია. თქვენ შეგიძლიათ ვთქვათ, რაც გინდათ ისრაელზე, მაგრამ ფაქტები თავად ლაპარაკობენ. შეგვიძლია უგულებელყოთ ის ფაქტი, რომ ყველა სხვა, ასე წოდებული დასავლური ლიბერალური დემოკრატია გვერდზე იდგა და არ შეუერთდა ომს ტერორისტული რეჟიმების წინააღმდეგ. მაგრამ მიუტევებელი ისაა, რომ ისინი ამ ქვეყნებს კიდევ აჯილდოებენ იმით, რომ ისე იქცევიან, თითქოს პატივს სცემენ იმ პრინციპებს, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი ხანია დასავლეთმა ნორმად აქცია ავადმყოფი გადაგვარებული ქვეყნების მიღება. ეს ქვეყნები თამაშობენ იმ ღირებულებების გაზიარების თამაშს, რომლებიც დამახინჯებულიალია ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ენთუზიაზმით აკრიტიკებენ ისრაელს, ხოლო ამ ქვეყნებს ათეთრებენ. ირანის ნორმალიზება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს. და ქვეყნები, რომლებიც ამას აკეთებენ, ჩვენს მხარეს არ არიან. და რო გითხრათ, სიმართლე გითხრათ, არც მინდა რომ ჩვენს მხარეს იყვნენ. ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა ისრაელში დღეს. ისინი ამაკები არიან, ძლიერები, მიზანდასახულები და მადლიერები. ესეთი იყო ჩვენი ახალგაზრდობა 80 წლის წინ. ეს ყველაფერი დღესაც შეიძლება დაგვემართოს, როგორც ვნახეთ ნოვა ფესტივალზე 7 ოქტომბერს. და თუ რამეს გვახსენებს 7 ოქტომბერი, ეს არის ის, რასაც ჩვენ წარსულად მივიჩნევდით. სინამდვილეში ჩვენ ძალიან მადლიერნი უნდა ვიყოთ. მადლიერნი იმ ებრაელთ მოძულე კომენტარებისთვის, რომელსაც თქვენგან ბევრი ტოვებს კომენტარებში. ზოგი თქვენგანი აქაც კი ტოვებს ასეთ კომენტარებს, კომენტარების განყოფილებაში. ეს ყოველდღიური შეხსენებებია წარსული დროების შესახებ.
ჩემი კონტენტი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ადამიანების აზრი შევცვალო, რადგან ვიცი, ეს არ მოხდება. ის განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე იცის სიმართლე და სჭირდება გამტკიცება. ყველა დანარჩენი არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ. თქვენ უბრალოდ ადასტურებთ, რომ ის, რაც ჰამასმა გააკეთა 7 ოქტომბერს, ის არის, რასაც თქვენც ისურვებდით გაგეკეთებინათ. როდესაც იმ საშინელ დღეს ისრაელის საზღვარი გაარღვიეს, მათ ასევე გაათავისუფლეს ავადმყოფური დამახინჯებული სიძულვილი, რომელიც თქვენგან ბევრს გულში გაქვთ ჩაბუდებული. მაგალითად, ესპანეთი, რომელიც ასე გულმოდგინედ გმობს ისრაელს და ასე მკაცრად აკრიტიკებს ისრაელებს, რომლებიც ყოველწლიურ გოის მოკლის დღეს აღნიშნავენ. მოიცადეთ ერთი წუთით. ბოდიში, ეს ჩემი შეცდომა, ეს ჩვენ არ ვართ. მათ აქვთ ყოველწლიური მატარ ხუდიოსის კვირეული, რაც პირდაპირ ნიშნავს ებრაელების მოკლის კვირეულს. ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია ესპანეთის ჩრდილოეთ პროვინცია ლეონში, სადაც ხალხი სვამს სპეციალურ ალკოჰოლურ კოქტეილს აღდგომის დღესასწაულზე. ეს ევროპაში მისაღებია. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ებრაელ მოილებს, ანუ მათ, ვინც ასრულებს ებრაულ ტრადიციას ბრიტის, იგივე გააკეთონ ბელგიაში. იქ მათ ამ ქმედებისთვის დევნიან. მოიცადეთ, თქვი დევნიან. მინდოდა მეთქვა, რომ სისხლის სამართლებრივად ასამართლებენ. პატიოსნად რო თქვა, ეს არც მაინტერესებს და არც მათი ფარისევლობა მადარდებს. ეხლა ჩვენ აღარ დავნებდებით იმ ბნელ ღამეში. დგავართ მტრების წინაშე, რომლებიც რიცხვითაც და ტერიტორიითაც გვაჯობებენ, რომლებიც ავიწროებენ უმცირესობებს, რომლებიც დღეს ავად არიან. იმ იმედგაცრუებით, რომ ამას ჩვენთან ვეღარ გააკეთებენ. მაშ, ყველას ფეხზე დავიკიდებთ. უკეთესია დაგვადანაშაულონ სიონიზმში, ვიდრე დაგვტიროდნენ როგორც მსხვერპლებს. და შეხედე ამას: ღაზა, ლიბანი, სირია, იემენი, ირანი. სრული განადგურების სურათები. ძალიან ყურადღებით შეხედე და დაიმახსოვრე. პოგრომების დღეები ევროპასა და არაბულ ქვეყნებში, სადაც ჩვენ უძლური მსხვერპლები ვიყავით, აღარ დაბრუნდება. და ყველა ვინც ახლა საუბრობს იმაზე თუ როგორ ძულთ ისრაელი, თქვენ გავხართ თქვენს დიდენს დიდ ბებია ბაბუებს. ეს ახალი არ არის. იცით, კიდევ ვინც ძულდა ჩვენ? მათ ძულდათ. იცით რა მოხდა? მათ გადალახეს ეს. ეხლა აღარ ძულვართ. ისინი ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ეხლა აღარ ზაღარცუვართ. მაშ, შენი სიძულვილითაც რიგში ჩადექი. ჩვენ იქ თაობებია ვართ და მოგშორდით. და ეს მხოლოდ მთავრობებს არ ეხება. ამ კვირაში გაერომ აღნიშნა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რათა გაესვა ხაზი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, რაც გადადის მსოფლიო პრესის თავისუფლების კვირეულში, რათა უფრო ღრმად განიხილონ მედიის გამოწვევები, ეთიკა და უსაფრთხოება. და ამ კვირაში მათ ძირითადად დაგმეს ავტორიტარული რეჟიმები და რა თქმა უნდა ისრაელის სამხედრო ძალები ჟურნალისტების უპრეცედენტო დაღუპვებისა და რეპრესიების გამო. 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსმა, რომელიც შეადგინა ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს გარეშემ და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებმა, ისრაელის არმიამ მსოფლიოს ჟურნალისტების ყველაზე დიდ მკვლელად დაასახელა. და ეს იმიტომ, რომ ჰამასისა და ჰეზბოლას ტერორისტები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საინფორმაციო სააგენტოებში, ატარებენ პრესის ჟილეტებსა და ჩაფხუტებს. ისრაელში მოქმედმა უცხოური პრესის ასოციაციამაც არ დააყოვნა და ისრაელს მოსთხოვა გააუქმოს უსაფრთხოების ფართო პროტოკოლები. ამას პრესის თავისუფლებისთვის ბრძოლას უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ მათი ფიზიკური ყოფნის გარეშე ღაზაში მსოფლიო ბნელშია. მე მათთან ერთად 25 წელზე მეტი ვიმუშავე. ეს იგივე მედია საშუალებები, რომლებიც ხშირად ამტკიცებენ, რომ ობიექტური დამკვირვებლები არიან, მოხერხებულად უგულებელყოფენ იმას, რომ ტერორისტული ორგანიზაციები არასდროს მისცემდნენ უფლებას დამოუკიდებელ მედიას მუშაობა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ კონტროლქვეშაა. ისინი არასდროს აზიარებენ იმ შეზღუდვებს, რომლებიც მათ მეორე მხარისგან აქვთ დაწესებული. ეხლა ამის გასაგებად გენიოსი არ უნდა იყო. ეს ძალიან ნათელია ნებისმიერი გონიერისთვის, რომ თუ შენ ხარ ტერორისტი, რომელიც აკონტროლებს ტერიტორიას, არავის მისცემ უფლებას იქ თავისუფლად იმოქმედოს. ამიტომ ისინი არასდროს აღიარებენ მათ მიერ დაქირავებულ ადგილობრივებს, რომ იყენებენ მათ დასაქმებულებს იმუნიტეტით, რომელსაც პრესის მანქანები აძლევთ, მაგალითად, იარაღისა და ტერორისტების გადასაყვანად და ისრაელის საბრძოლო ზონებში ჩართვისთვის. და ისინი არასდროს აჩვენებენ იმ სურათებს, რომლებიც თვითონ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს, იმავე პრესის წევრების ხსოვნისადმი, რომლებიც ტერორისტების ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ისრაელმა გაანადგურა. ასევე არსებობს მედიის თვითგამოცხადებული აუცილებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ თითქოს მხოლოდ ისინი შეუძლიათ სიმართლის მიწოდება, ამავე დროს უგულებელყოფენ იმ რეალობას, რომელიც მათ პირად პოლიტიკურ შეხედულებებს არ შეესაბამება. ირანის მემკვიდრე პრინც რეზა პახლავის წინა კვირას სწორედ ასეთი უსიამოვნება შეხვდა და ევროპაში ტურნეს დროს დასალურ მედიაზე ასე ისაუბრა.
ჩემი ვიზიტის ერთადერთი მიზანი იყო ხმა მიმეცა იმ მილიონობით ირანელისთვის, რომლებიც მძევლად ჰყავს ისლამურ რესპუბლიკას, მის ტერორსა და ინტერნეტის ბლოკირებას. მილიონობით ირანელი, რომლებსაც ხმა წაართვეს. ეხლა კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს დადუმება, ეს ცენზურა მხოლოდ ირანის რეჟიმის მხრიდან არ ხდება, არამედ საერთაშორისო და განსაკუთრებით ევროპული მედიის მხრიდანაც. ის ხსნის, როგორ შეხვდა 150 ჟურნალისტს და 2 საათის განმავლობაში ესაუბრა მათ. და აი როგორ უპასუხეს მათ. და ამ 2 საათში 150 ჟურნალისტიდან არც ერთს არ დაუსვამს ჩემთვის კითხვა იმ 40,000 ირანელზე, რომლებიც ჩემს ქვეყანაში 8 და 9 იანვარს ქუჩებში ამოხოცეს. ბალაბისთან ახლდა რეჟიმის მიერ მოკლული ირანელების ოჯახებიც, მაგრამ მათთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ. რით იყვნენ დაინტერესებული ჟურნალისტები? აი როგორ დაასრულა მან. აქ კონტინენტის გულში, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებებს, სამართლიანობასა და ღირსებას იცავს, მისმა ჟურნალისტებმა სრულად უარი თქვეს პროფესიულ პასუხისმგებლობაზე და მორალურ ობიექტურობაზეც კი. ისინი უფრო მეტად ინტერესდებიან ამერიკის კრიტიკით, ეკითხებიან, რატომ მოკლეს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დიქტატორი, რომელმაც 47 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი ხოცავდა, ვიდრე თავად ამ რეჟიმის კრიტიკით, რომელიც ამ ხოცვას ახორციელებდა. ეს კლასიკური მაგალითია თვითგამოცხადებული მეოთხე ხელისუფლების, რომელიც ცდილობს პოლიტიკა უკარნახოს. მიუხედავად იმისა, ხედავთ თუ არა მათ როგორც სიმართლის დამცველებს, თუ უბრალოდ ინდუსტრიად, რომელიც ცდილობს საკუთარი რეიტინგების გაზრდას სიმართლის ხარჯზე, ერთი რამ ნათელია. ეს საინფორმაციო გიგანტები მხოლოდ ამბებს არ აშუქებენ. ისინი ცდილობენ თავიანთი აზრი ყველას მოგვახვიონ. ამიტომ გასაკვირი არ არის, როცა ხედავთ ასეთ სათაურებს, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ ინფორმაციას გაცუდიან და სრულად არ გეუბნებიან, რომ ჰეზბოლამ შეაღწია ტერიტორიებზე, სადაც დაბრუნება მათთვის აკრძალული იყო, რაც ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია. ან ისინი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად ემზადებოდნენ. მედია ქმნის სიმართლის შტაბ-ჭდილებებს, რადგან იცის, რომ ადამიანების უმეტესობა მხოლოდ სათაურებს კითხულობს. შემდეგ კი უარყოფითი ინფორმაციის დიდი რაოდენობით ისინი ქმნიან წარმოდგენას იმის შესახებ, რაც ხდება და ფაქტობრივად გატყუებენ. მაგრამ წარსულისგან განსხვავებით, ახლა შეგვიძლია ამის გამო პასუხი მოვთხოვოთ. კარგი, ეხლა ღრმად ჩავისუნთქოთ, მოვდუნდეთ და გადავიდეთ შემდეგზე, როცა გადავხედავთ ამ კვირაში მიმდინარე მოვლენებს. ირანში ომის ფონზე ჩანს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც ყველაზე კარგად არასტაბილურ შუაგულს უწოდებდი. მოლაპარაკებები თითქოს გაყინულია. ყველა თავს იჩენს. თითქოს პროცესი ცოცხალია, მაგრამ არც წინ მიდის და არც შედეგს იძლევა. ეს დიპლომატიური თეატრია სცენარის გარეშე. მაგრამ მაშინ, როცა პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია, ეკონომიკური ზეწოლა თავის საქმეს აკეთებს. სანქციები, შეზღუდვები, ფინანსური იზოლაცია, ეს მხოლოდ სიმბოლური არ არის. ისინი აძლიერებენ ზეწოლას და ნელ-ნელა ფიტავენ ირანს. ისინი ცვლიან სტრატეგიულ გარემოს ისე, რომ არც ერთი გასროლა არ ხდება. და ამ ვაკუუმში, ჩიხში შესული მოლაპარაკებებისა და დიდი ომის შესაძლებლობას შორის, შეერთებული შტატები შუალედურ მანევს ახორციელებს. ვაშინგტონმა გამოაცხადა ოპერაცია ტანკერების, კომერციული გემების გამოსაყვანად, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არიან გაჭედილები. ერთი შეხედვით ეს ტექნიკური მისია, მაგრამ სინამდვილეში ეს სტრატეგიული გზავნილია. ეს არის მცდელობა სრუტეების ხელახლა გახსნის, ნავიგაციის თავისუფლების სახელით, რაც საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ირანის ეკონომიკური ალყის მოხსნის გარეშე. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამერიკელები ამას საკუთარ თავთვის არ აკეთებენ. ისინი ამას დანარჩენი მსოფლიოსთვის აკეთებენ. ამერიკელებს საკუთარი ნავთობის რესურსები აქვთ. ასე რომ თუ აგრამე მოხდება და თუ ირანელები ამას გააგრძელებენ, მაშინ შეერთებული შტატები დანარჩენი მსოფლიოსთვის იბრძვის. ეს სრული გენიალურობაა. და ახლა კიდევ ერთხელ, ეს უკვე ნაცნობის სცენარია და ბურთი ისევ ირანელების მხარესაა. დონალდ ტრამპმა მათ შემდეგ 4 შაბათამდე მისცა ვადა, ასე რომ ვნახოთ. თეირანს შეუძლია აირჩიოს თავშეკავება, ან შეუძლია შეეცადოს შეეწინააღმდეგოს შეერთებულ შტატებს არა ღია დაპირისპირებით, არამედ შეცდომით, ძალის მოსინჯვით, პროვოკაციით, ან უბრალო ნაბიჯით, რომელიც ზედმეტად შორს წავა. ვინ იცის? გასულ კვირას არავინ ელოდა თავდასხმას არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. ეს არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთს ბევრად უფრო დიდ პრობლემად აქცევს. ნამდვილი ისტორიული მოვლენები არ ვითარდება TikTok-ის კლიპების სისწრაფით და არც ერთი საინფორმაციო ციკლის განმავლობაში. და ისევ უბრუნდები იმას, რაც გასულ თვეში ვთქვი, როდესაც ცეცხლის შეცვლა და განგ დაიწყო.
ჩვენ დასავლეთში ვცხოვრობთ საზოგადოებებში, რომლებიც მხისიერი დაკმაყოფილებისკენ არიან დაპროგრამებულნი. არც ლოდინი, არც პროცესი, უბრალოდ აქ და ეხლა. როდესაც რაღაც დროს მოითხოვს, ეტაპობრივად ვითარდება ან მოთმინება საჭიროებს, ამას ვერ ვიტანთ. მაგრამ პროცესი ასე არ მუშაობს. ისტორია მოთხოვნით არ გადაიცემა. ის ფინალზე არ გადადის. ის ნელა და არაპროგნოზირებადად ვითარდება. ეს არის მთელი თამაშის არსი, დროა. იგივე ეხება ღაზას და ლიბანს. ღაზა თავისივე შეჩერებულ რეალობაში არსებობს. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ტექნიკურად მოქმედებს, მაგრამ ფაქტობრივად ასიმეტრიულია. დახმარება მასშტაბურად შედის, მაგრამ იარაღი არ გამოდის. ჰამასი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ დასუსტებულია, არსებული არარსებული მოთამაშია. ეს არის ტერიტორია, რომელიც ფუნქციონირებს იმდენად, რომ თავიდან აიცილოს კოლაფსი, მაგრამ არა იმდენად, რომ რამე გადაწყვიტოს. გატინული ბალანსი. მაშინ როცა ჰამასი ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი, ამ დროისთვის 44,000-მა გაზელმა დატოვა ღაზას სექტორი სახმელეთო გადასასვლელებით. როცა ამბობთ თავისუფალი ღაზა, გამოდის რწყილიანი ღაზა. ისრაელი აგრძელებს თავის ძალისხმევას და აცხადებს, რომ ბეით-ხანუნში ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება როგორც მიწის ზედაპირზე, ისე მიწის ქვეშ დაასრულა და ეს 2 წელიწადნახევრის შემდეგ. ეს უბრალოდ გაძლევთ წარმოდგენას თუ რამდენი ქონდათ მათ ჩადებული ამ ინფრასტრუქტურებში ღაზას სექტორის მიწის ქვეშ. ლიბანიც ამ არასტაბილურ მდგომარეობაში ცხოვრობს. ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების დაწყებას ლიბანთან, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, მას საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება არ შეუძლია. და ყოველ კვირას ჩვენ ვაგრძელებთ გვირაბების, იარაღის, ინფრასტრუქტურის გამოვლენას, რომლებიც ყველა ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმისთვისაა განკუთვნილი. ოფშაბათს ღამით ისრაელმა გაანადგურა ირანის ტერორისტული კავშირის წარმომადგენელი ჰეზბოლასთან, რადვანის ძალების ხელმძღვანელი, რომელიც ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ რასაც ჩვენ ვიტანდით 7 ოქტომბრამდე, ეს აღარ მოხდება. და თუ ფიქრობთ, რომ ახლო აღმოსავლეთი თქვენი პრობლემა ან თქვენი ომი არ არის, მაშინ სანამ დავასრულებ, მინდა დაგიტოვოთ ერთი მოსაზრება, რომელიც წამოაყენა არაბულ საკითხებში ექსპერტმა ედით ბარმა, რომელსაც აქ უკვე ერთხელ მოვიყვანეთ ციტატად. ეს ასახავს რაღაცას, რაც უფრო ღრმაა ვიდრე გეოპოლიტიკა. ეს ასახავს ამ მომენტის ფსიქოლოგიას. ბოლო პოსტში მან გამოკვეთილი შედარება შემოგთავაზა, რომელიც გვაიძულებს უფრო სერიოზულად შევხედოთ იმ იდეოლოგიურ დინებებს, რომლებიც დასავლეთს აყალიბებს. ის გვახსენებს, რომ იმას, რასაც ახლა სოციალურ სამართლიანობის მოძრაობებს ვუწოდებთ, ოდესღაც მსოფლიოს სხვა ნაწილში სრულიად განსხვავებული სახელი ჰქონდა. ეს იყო ირანის რევოლუციის მეთოდი. ბარი პირდაპირ ხასავლებს 1979 წლის აიათოლა ხომეინისა და დასავლეთის ახალეთის ახალი თაობის პოლიტიკურ აქტივისტებს შორის. და ის მიუთითებს ნაცნობ სტრატეგიაზე. ხომეინին კარგად იცოდა, რომ თუ გინდა დასავლეთის ალიანსის საზოგადოება დაასუსტო, თეოლოგიით არ უნდა დაიწყო. იწყებ დაპირებებით. უფასო ელექტროენერგია, უფასო წყალი, სამართლიანობა ღარიბებისთვის, კორუფციასთან ბრძოლა, ოცნება, სიტყვა უფასოთი, შეფუთული. გეცნობათ? 2026 წელს ზორან მანდანი, ნიუ-იორკის მერი, ხპირდება უფასო საცხოვრებელს, უფასო ტრანსპორტს, სოციალურ სამართლიანობას და ომს მდიდრებთან. ხომეინին ირანელი მემარცხენეები გამოიყენა ძალაუფლებაში მოსასვლელად, შემდეგ კი ისინი გაანადგურა. მამდანი იყენებს გაღვიძებულ თაობას, ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტის დასაპყრობად. აბა, როგორ ფიქრობთ, ეს სადამდე მიიყვანს? ეს არის წითელმწვანე ალიანსი თავის საუკეთესო ფორმაში, უკიდურესი იდეოლოგია, რომელიც სოციალურ პროგრესად არის შენიღბული. და იდიტი კიდევ ერთ რამეს გვახსენებს. 1979 წელს ბევრი დასავლელი ინტელექტუალი დარწმუნებული იყო, რომ ხომეინი განთავისუფლებასა და მოდერნიზმს წარმოადგენდა. მხოლოდ მოგვიანებით მიხდნენ, რა იყო რეალურად ჩამოყალიბებული. ისტორია ყოველთვის ეთნაირი სიმბოლოებით არ მეორდება. ზოგჯერ ის უბრალოდ ცვლის ენას, ლოზუნგებს და სამიზნე აუდიტორიას. და იდიტ ბარი ამას გვიტოვებს. კითხვა არ არის, გადაიქცევა თუ არა ნიუ-იორკი თეირანად. კითხვა ისაა, რატო უყვარდებათ დასავლელ ინტელექტუალებს ისევ და ისევ იგივე იდეოლოგიური მექანიზმები, უბრალოდ ახალი ლოზუნგებით. ეს არის კითხვა, რომელზეც შეგიძლიათ დაფიქრდეთ შემდეგ შეხვედრამდე. გმადლობთ, რომ შემომიერთდით. მე ვარ დანიელ სეამანი და ეს პირდაპირ JNS TV-დანაა, იერუსალიმიდან, ისრაელიდან.